საფრანგეთის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხელისუფლების სხვა წევრებმა ბასტილიის აღების დღე მიულოცეს საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის ელჩი. მათ 1799 წლის 14 ივლისის მნიშვნელობასა და სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ საზეიმო შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთის ჰიმნებიც გაჟღერდა. ფრანგებს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მინისტრებმაც მიულოცეს და საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ასევე სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრეს. Je tiens au nom du gouvernement géorgien. Სურს საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო. ჩვენთვის დიდი პატივია იმის ხილვა, რომ ჩვენმა სამხედროებმა ამ დილით პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული დროშით ჩაიარეს პარიზში, ელისეის მინდვრებზე. არ შემიძლია განსაკუთრებული სიტფოთი არ გავიხსენო ის 2 წელი, რომელიც გავატარე პარიზში. მე ვიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი და ეს დრო ძვირფასი და სრულიად დაუვიწყარია ჩემთვის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას მოეცერა ხელი. ამ ქვეყნისათვის ეს მნიშვნელოვანი შემოbrunება, რასაც მე ყველა ქართველს ვულოცავ. ერთი ციხის ბასტილიის დაცემის დღით დაიწყო ადამიანის უფლებების დაცვა ევროპაში, დაიწყო თავისუფლების ხანა და ის ბევრი გარანტია ინდივიდის თავისუფლებისთვის, რასაც ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ვამკვიდრებთ საქართველოში, სწორედ 14 ივლისს ბასტილიის დაცემის დღეს აი მას ჩაეყარა საფუძველი. სულ ხანს იყო ძალიან სერიოზული სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები ჩამოსული ჩვენთან ბათუმშიც. ეს არის ჩვენი ურთიერთობების დინამიკა და რა თქმა უნდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ საფრანგეთი იყოს ძლიერი პარტნიორი, ძლიერი ევროპული ქვეყანა და მე მინდა დღევანდელი დღე მთელი შეიარაღებული ძალების თავდაცვის სამინისტროს სახელით მიულოცო საფრანგეთს. მე ძალიან მოხარული ვარ რომ ფრანგებს შევერთდი ამ დღის აღსანიშნავად. საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა აღიარა და მოხარული ვარ რომ ჩვენ ერთად მუშაობთ დემოკრატიის განვითარებისთვის და ახლო პარტნიორ